ამ კითხვაზე მეტნაკლებად პასუხი ვიცი, მაგრამ თქვენგან მაინტერესებს მოსმენა. ზოგადად ეს ქირვიანობის ინსტიტუტი რა არის და მაგას როგორ უნდა მივყვეთ? ესე ვთქვათ, ისლამში არსებობს ბიდათია, დაუშვათ და რას გვირჩევთ იმათ, ვისაც ყავს დაუშვათ პატარა ბავშვები და ეს საკითხი ხანდახან წამოიჭრება და დღის ეშიკში დგება. მაინტერესებს თქვენი აზრი. გასაგებია, ძალიან კარგი შეკითხვა არის. ისლამში არანაირი ქირვა არ არსებობს. არანაირი ქირვა არ არსებობს და არ ჭირდება ბავშვს ქირვის დაყენება. ხშირად ხდება ქირვის მიმსგავსება ნათლიას. საერთოდ არანაირი საერთო არ აქვს. ქირვას ეს ტრადიცია უფრო არის თურქული ტრადიცია, რომელიც ჩვენში შემორჩა. თუმცა ნათლობასთან, ისლამის მიღებასთან და ასე შემდეგ არანაირ კავშირში არ არის არც ქირვა და არც ვაჟების წინადაცვება. არანაირ კავშირში არ არის. ეს არის სრულიად ჰიგიენური ოპერაცია, რომელიც ჰიგიენისთვის კეთდება და შეიძლება მამაკაცი მუსლიმი იყოს წინა დაუცვეთავიც. უბრალოდ მას პირადი ჰიგიენისთვის უფრო მეტი ძალისხმევა, უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება. მედიცინურადაც და რელიგიურადაც რეკომენდირებული არის, რომ მოხდეს ვაჟების წინადაცვეთა ადრეულ ასაკში. ეს არასწორი გაგება ხშირად აჩენს არამუსლიმებში ასეთ შეკითხვებს, რომ ვაჟებს რომ ნათლავთ, ქალიშვილებს რატომ არ ნათლავთ? ისინი სამოთხეში არ მოხდებიან თუ რას უპირებთ და ასეთი გაურკვეველი ვითარებაში იბადება შესაბამისად ლოგიკური შეკითხვაც. მაგრამ ისლამი არ არის მონათლით, არ არის რაიმე რიტუალით. ისლამი არის რწმენით, გაცნობიერებით და აღიარებით. ჯერ უნდა გააცნობიერო რა გწამს, რა არის ისლამი. ამას როცა გააცნობიერებ და მიიღებ შენ შინაგანად და აღიარებ, ხო, შენ უკვე მუსლიმი ხარ. არ არის აუცილებელი მეჩეთში მისვლა, ხოჯასთან მისვლა და ასე შემდეგ. თუ შენ ამას შეისწავლი, გააცნობიერებ და აღიარებ და იტყვი, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ის ერთადერთია და მუჰამმედი მისი შუამავალია, შენ უკვე მუსლიმი ხარ. შენ უკვე მუსლიმი საზოგადოების ერთ-ერთი წევრი ხარ, არ არის რაიმე განსაკუთრებული რიტუალი საჭირო. მაგრამ ხოჯასთან ან განათლებულ პიროვნებასთან ისლამში ვინც ჩახედულია, იმასთან კონსულტაცია და კომუნიკაცია შენ გაგიადვილებს ამ პროცედურას, გაცილებით უფრო მალე დაწინაურდები ამ გზაზე და გარკვეული შეცდომებისგან დაგიცავს. ამისთვის არის საჭირო, თქვათ, განათლებულ პიროვნებასთან და ხოჯასთან და ასე შემდეგ ისლამის მიღების დროს ურთიერთობა და კონსულტაცია, თორემ აუცილებელი არ არის. ხოჯა არაფერ შუაში არ არის. ღმერთმა უნდა მიგიღოს შენ თავის მორჩილ მსახურად. თუ შენი გულით, შენი ცნობიერებით, შენი საქციელით იქნები იმ ერთადერთის მორჩილი, ის შენ გაღიარებს თავის მსახურთა შორის და მუსლიმობაც ამას ქვია. ყველა ნებისმიერი ჩვენგანის მცდელობაც ცხოვრების მანძილზე, ცხოვრების მიზანი, იმანის და ზოგადად რწმენის მიზანი ამაში მდგომარეობს, რომ ღმერთმა ჩვენ მიგვიღოს თავის მსახურთა რიგებში. ვარ თუ არა, მიგვიღო თუ არა, ეს თვითონ ხოჯამაც არის. ეს გაერკვევა მაშინ, როდესაც ჩვენი გამრჩენის წინაშე წარვდგებით. მანამდე ეს არის საიდუმლო ნებისმიერისთვის, ხოჯისთვისაც და რიგითვისთვისაც, ეს არის საიდუმლო და ყველამ ერთნაირად უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ მის წინაშე იყოს ერთგული და მის წინაშე დაიმსახუროს მუსლიმად აღიარება. ყაბული არის თუ არა რომ შეძლო, სწორედ ის აღიარება არის ყაბული.